მოგესალმებით Redline-ზე, მარიამ ჯანელიძე და ბექა ბატურაშვილი, ჟურნალისტები. დღევანდელი ჩვენი თემა იქნება ქართული ოცნების მორიგი ინიციატივა, თუმცა ვიდრე დავიწყებთ ამ ინიციატივის განხილვას, მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს მაყურებლებს. გუშინდელი ეპიზოდის შემდეგ გამომწერებიც მოგვემატნენ და იყო ბევრი ისეთი კომენტარი, რომელიც ენთუზიაზმით მომუშავე ადამიანებისთვის ნამდვილად დიდი სტიმული და წახალისება არის. ახლა რომ დავუბრუნდეთ ჩვენს თემას, დღეს სიმართლე ვთქვათ, რომ არ ვაპირებდით რაღაც პაუზის გაკეთებას ვფიქრობდით, თუმცა იმდენად მნიშვნელოვნად მოგვეჩვენა თემა შემოვარდებოდა პოლიტსაბჭოს განცხადების შემდეგ. იმდენად მნიშვნელოვნად მოგვეჩვენა მამუკა მდინარაძის ბრიფინგი, ვიფიქრეთ, რომ ნამდვილად აქტუალური თემა არის, იმდენად აქტუალური, რომ ვისაუბროთ და კიდევ ერთი დისკუსიის სივრცე შევქმნათ. პირველ რიგში მოდი გავიაზროთ რა მოცემულობაში ვართ ჩვენ საზოგადოებასად არის, რა პოლიტიკური გარემო არის და რამდენად აქტუალური არის ის ინიციატივა, რომელიც ქართულმა ოცნებამ დააყენა. ეს ინიციატივა არის ნაციონალური მოძრაობის გასამართლება, ასე ზედაპირულად პარლამენტში უნდა შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც შეისწავლის 2003 წლიდან 2012 წლის ჩათვლით წინა ხელისუფლების პირობებში ჩადენილ დანაშაულებს. ანუ ეს არის ეს პოლიტიკური განაცხადი, ამას გულისხმობს. ამაზე ჩავყვებით, ხო? ანუ დღეს რატომ გადავწყვეტეთ ამ ვიდეოს ჩაწერა, რომ არ გვინდა რომ ეს ზედაპირულად გაიაროს ამ თემამ, აი ეს ამან ეს თქვა, იმან ის თქواس პრინციპით, როგორც ძირითადად ხდება ხოლმე მედიებში, გულისხმობ რა თქმა უნდა ხელისუფლების პოლიტიკის გამტარებელ მედიებს ამ შემთხვევაში სრულად მისცეს ბრიფინგი და არანაირი ანალიტიკა ამას არ მოყვება არა და ზოგადად ანალიტიკისგან ძალიან დაცლილი არის დღეს სატელევიზიო მედია ასე ვთქვათ, აი ამან ის თქვა, იმან ის თქვა, ეს ბექამრაც თქვა, ეს არის პრაქტიკა, ვიღაც შეიძლება ვინც ჩვენ გვიყურებს აქტიური მაყურებელი არ არის რაღაც სატელევიზიო ნიუსის და თემები ზოგადად ასე შუქდება ხოლმე, რომ რაღაც ამბავი არის დღის წესრიგში, ეგრეთ წოდებული ნიუსი, თუ ერთგვარი ნიუსი და შემდეგ საინფორმაციო გამოშვებაში ჟურნალისტი წამყვანი ყვებიან, რომ აი ესე და ეს ითქვა დღეს, ამაზე ამან ეს შეფასება გააკეთა, ამ მხარემ ეს შეფასება გააკეთა და ანალიზი რეალურად აქ არ დგება, ვინაიდან ზოგადად ურთიერთბრალდებების კი ბატონო, ურთიერთბრალდებების რეჟიმში არის, აი ყველაფერი და არა და ძალიან სერიოზული თემა არის, ძალიან მნიშვნელოვან დროს შემოვარდა და ეს თემა ძალიან ბევრ ადამიანზე ახდენს გავლენას და მოახდინა გავლენა წინასაარჩევნო პერიოდში. ხო, ანუ მოდი დავიწყოთ ამის განხილვა, მაგრამ მანამდე ხომ არ ჯობია რომ რაში მდგომარეობს ეს გადაწყვეტილება, მოდით ეს მოვასმენინოთ მაყურებელს, ვისაც არ მოусმენია. ჩავრთოთ მამუკა მდინარაძის ბრიფინგიდან ის მონაკვეთი, რომელიც უშუალოდ აი ამ გადაწყვეტილების შინაარსს გულისხმობს. საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ასაკის გამო არ შეესწრებია დანაშაულებს, რომლებსაც ნაციონალური მოძრაობის სისხლიანი რეჟიმი სჩადიოდა. მრავალ ადამიანს კი ეს დანაშაულები სულ მცირე ემოციურ დონეზე აქვს მივიწყებული. საზოგადოებას მუდმივად უნდა ახსოვდეს ავტორიტარული რეჟიმის მიერ ჩადენილი დანაშაულები, რათა მომავალში მათი გამეორება არ დაუშვას. სწორედ ამგვარი მიდგომით, ნიურნბერგის პროცესითა და რეჟიმის დანაშაულების მუდმივი შეხსენებით მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანიამ დაამარცხა ნაციონალ-სოციალიზმი საზოგადოების ცნობიერებაში. ეს არის გამოცდილება, რომელიც საქართველოსაც უნდა გაიზიაროს და პრაქტიკაში დანერგოს. 2013 წლების რეჟიმის მიერ ჩადენილი უმთავრესი სისტემური დანაშაულების შესახებ ფართოდ არის ცნობილი. ესენია პატიმრების წამება და წამების სისტემა საჯელახსულების დაწესებულებებში, ადამიანების მკვლელობა, ძალადობა, პირადი ცხოვრების ხელყოფა. კორუფცია და ბიზნესზე ზეწოლა აქტივების დათმობისა და თანხის გამოძალვის მიზნით. კანონიერი მფლობელებისგან მედია საშუალებების მისაკუთრება. 2008 წლის ომის დაწყების აღიარება და ქართული სამხედროებისათვის ომის დანაშაულის დაბრალება. აღნიშნული სისტემური დანაშაულების გამოძიების მიზნით და რეჟიმის შესაფასებლად. საქართველოს პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში შეიქმნება 2013 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შესწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც 6 თვის განმავლობაში იმუშავებს და მოამზადებს დასკვნას
რომელსაც საქართველოს პარლამენტი განიხილავს და დაამტკიცებს სექტემბრის პირველი სასესიო კვირისათვის. დასკვნაში აისახება რეკომენდაციები დამნაშავეთა მიმართ საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული პოლიტიკური და სამართლებრივი რეაგირების ზომების შესახებ. საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული დასკვნა გადაეცემა საქართველოს პროკურატურას და სხვა შესაბამის ორგანოებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შემდგომი ზომების მიღების და დამნაშავეთა დასჯის უზრუნველყოფის მიზნით. კაი, ხო, ანუ გვეუბნებიან, რომ ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რომ დღეს 2025 წელს მას შემდეგ რაც უკვე 2012 წლის შემდეგ გავიდა აგერ 12 წელზე მეტი რაც აღარ მართავს ნაციონალური მოძრაობა ქვეყანას, აი ამ მთელი ამ ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ უნდა აი დღეს არის აუცილებლად მნიშვნელოვანი, რომ ამის პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება მოხდეს და ეს იყო სწორედ ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირებას და ძალიან ბევრი ხალხი განაწყვეს, რომ ნაცებს დავასრულებთ, ხო, ეს იყო. და აი ამ აქტუალურობაზე დღეს რატომ შემოვიდა, აი ამას ამბობდი პრინციპში და დაგაცდა. როდესაც ჩვენ საუბრობ ამ თემის აქტუალურობაზე, აი რამდენად არის ამის საჭიროება დღეს, ვინაიდან ჩვენ ვიცით, რომ 40 დღეზე მეტი არის პროტესტი არის ქუჩაში, ყოველდღიურად მთავარი გამზირი იკეტება, ბოიკოტში არიან სხვა პროფესიის ადამიანები, ამასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩემი აზრით ის საკითხი, რომ არაერთი ადამიანი უკვე გაათავისუფლეს სამსახურიდან, სწორედ იმიტომ, რომ აქციის მონაწილე არის საჯარო სამსახურებს გულისხმობ. აი ამ ყველაფრის ფონზე, როდესაც აი ეს სოციალური პრობლემები ასეთი მწვავე არის, როდესაც საზოგადოებრივ მაუწყებელთან არის ასევე ყოველდღიურ რეჟიმში აქციები და ითხოვენ ადამიანები თავისუფალ ეთერს. აი ამ ყველაფრის პარალელურად ჩვენ ქართული ოცნება კვლავ გვესაუბრება ნაციონალური მოძრაობის გასამართლებაზე. რას შეიძლება ეს ემსახურებოდეს? ჩემი დაკვირვებით ეს არის პირველ რიგში რაღაცა წინასაარჩევნო დაპირების აღსრულება და რატომ დადგა ამის საჭიროება დღეს. თორე ეგრე ევროპაშიც პირდებოდნენ ამ ადამიანებს სულას და მეორე დღესვე რამდენად მოხერხებადია, კიდე ცალკე საკითხი ამაზე. მეორე დღესვე, რა ვიცი, ფაქტობრივად თვითონვე გადაიჭრეს გზა, ასე გამოვიდა, ხო? აი, ჩემ დაკვირვებას გეტყვი, ამაზე აქამდე არ გვისაუბრია და ეხლა გაგიმხელა, ასე ვთქვათ. ბოლო პერიოდში, როდესაც და ჩემ სანაცნობოში არის როგორც ქართული ოცნების ამომრჩეველი, ისე ბუნებრივია უფრო მეტი მათი მოწინააღმდეგე, პირად საუბრებში ჩემი დაკვირვებით უკვე გაჩნდა კითხვის ნიშნები. ეს ადამიანები, რომლებმაც შესაძლოა ხმაც კი მისცეს არჩევნებზე, დღეს უკვე არიან დაეჭვებულები, ასე ვთქვათ, ამ პოლიტიკური პარტიის მიმართ და აი ამ კითხვის ნიშნებს სვამენ იმ მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, რაც დღეს ხდება ქუჩაში, ხო? შიგნით თუ გარეთ? შიგნით თუ გარეთ. გარედან სანქციები მოდის, ლეგიტიმაციის არაღიარებაზე საუბრობენ. და ასე შემდეგ და აი ამ სწორედ აი ამ არ ვიცი, ეს არის ჩემი დაკვირვება, რომ იქნება ამიტომ დადგა ეს საჭიროება, რომ კი, სწორედ ასე, ჩემი ამე თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ეგრე არის, კი, იმიტომ რომ ახლა ჭირდება თუ ვინმე მერყეობს, მართალია დღეს მამუკა მდინარაძე ამავე ბრიფინგზე ამბობდა, რომ ჩვენ კვლევები ჩავატარეთო და ისევ გვიჭერენ მხარს, როგორც გვიჭერდნენ და არაფერი ცვლილება არ არის ჩვენ ელექტორატის განწყობებშიო, თუმცა ამასაც დავაკვირდეთ, რომ კაცო გავიგეთ ხო ნუ სოციალური კვლევა ჩავატარეთ რომ გვეუბნებით რა კვლევა ჩაატარეთ რა მეთოდოლოგიით ჩაატარეთ რა პერიოდში ჩაატარეთ ვინ ჩაატარა ეს კვლევა ეს საკითხები არ არის მნიშვნელოვანი ანუ სიტყვაზე უნდა ვენდოთ რომ ამას პირველად არ ამბობენ ყოველთვის ასე ამბობენ რომ აი ჩვენ ესე კვლევები ჩავატარეთ და ეს არის ურყევი ხალხო და უნდა გაჩნდეს აქ რა ვიცი რა კვლევა ჩაატარა აბა გვაჩვენე წარმოგიდგენია რომ მათ ეს კვლევა ჩატარებული აქვთ და ასე მალავენ ანუ ხო ანუ რატო ალბათ გრაფიკებს ნახავდით ან კვლევის ავტორებს გავიცნობდით და ასე შემდეგ ხო ანუ ეს ხო ბუნებრივია ეს ხო ძალიან ჰაერია რა ესეთი განცხადება არის ძალიან მარტივი ესეთი წყალი რა რასაც ესე ვეძახით ხო ეს არის წყალი ხო ნუ ხო და ამ რეალობა კი ის არის ჩემი აზრით და სწორედ ამიტომ დადგა ესე სასწრაფო და აი ამ თემის ამ ინიციატივის შემოტანა დღის ეს რიგში რომ ეს კრიზისები გამოირიცხოს და თუ ვინმე მერყეობს და ეს მერყევი ადამიანები იმ კატეგორიაში გადიან ვისაც ეს
ეგრეთ წოდებული ნაცების მოსპობა და გასამართლება მათთვის მნიშვნელოვანი და სენსიტიური საკითხი იყო და ამას პირდებოდნენ და ამიტომ გააკეთეს არჩევანი, ეს ხალხი რო დაიჭირონ რა. ეს მარტივად რო თქვა, ეგეთი შთაბეჭდილება რჩება. და ამ შემთხვევაშიც ჩვენს მაყურებელს ვთხოვ, რომ დაგვიწერეთ კომენტარები, ეს ჩვენი აზრი არის, თუმცა თქვენ შეიძლება სხვა ვერსიებიც გაქვთ, რატომ დადგა დღეს ასეთი აქტუალური ეს ინიციატივა და მოდი კითხვა, რომელიც პირველ რიგში გამიჩნდა და მე დღეს დილით ვკითხე კიდევაც, უფრო კონკრეტულად რომ გავარკვიოთ მაყურებელი, რას ნიშნავს ეს საგამოძიებო კომისია, ვინ იქნებიან ამ კომისიის წევრები, რა სამართლებრივი უფლებამოსილება აქვთ ამ კომისიის წევრებს და რა შედეგი შეიძლება დადგეს, ხო, აი ეგ მოკლედ მიმოვიხილოთ, საგამოძიებო კომისია თუ შეიძლება ვინმე მარიცის და რო გაერკვეთ, უფრო კარგად რას ნიშნავს. ამას მოკლედ გავივლი პრინციპში და მე უკვე გადავიდეთ ალბათ რა სამართლებრივი შედეგები შეიძლება დადგეს ამ კომისიის მუშაობის შედეგად. ორად გავყოთ რა სამართლებრივი ნაწილი განვიხილოთ და პოლიტიკური ნაწილი განვიხილოთ რა. 6 თვე უნდა იმუშაოს ამ კომისიამ, როგორც გვეუბნებიან და მე აი ეს რა შედეგები შეიძლება დადგეს, ამას დაუბრუნდებით. აი, რა არის ამ შემთხვევაში რასთან გვაქვს საქმე? საგამოძიებო კომისიის მუშაობის პრეცედენტები გვაქვს წინა წლებში, რიგ გახმაურებულ საქმეებთან დაკავშირებით, ერთ-ერთი თუ არ მეშლება და მე მგონი არ მეშლება, ეს იყო სარალიძის საქმე, როცა შეიქმნა პარლამენტის საგამოძიებო კომისია, მაგ პრეცედენტზე რო ვილაპარაკოთ, მაგალითად, მან ეგეთი მოცემულობა იყო რა, რომ იყვნენ პარტიების წარმომადგენლები, ანუ დეპუტატების გუნდი დგება, სადაც არის გარკვეული კვოტები, რაღაც ნაწილი უნდა იყოს ოპოზიცია, რაღაც ნაწილი უნდა იყოს უმრავლესობა. გარდა ამისა, მე უკვე გარედანაც დაინტერესებულ პირებს იწვევენ და არსებობს სპეციალისტებს. ხო, ანუ იყვნენ ხოლმე მაგალითად იურისტები, იყვნენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, შეიძლება სახალხო დამცველის აპარატიდან ვინმე იყოს და ასე შემდეგ რა, ანუ შესაძლოა ჩვეულებრივი მოქალაქეებიც კი, ვისაც რაიმე ვთქვათ შემხებლობა შეიძლება კონდეს ამ საკითხზე, ხო? ანუ ეს კომისია იკრიბება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ კომისიის მუშაობის შედეგი არ არის სამართლებრივი ძალის მქონე. ანუ მდინარაძე თავადაც ამბობდა ამ ბრიფინგზე, რომ ანუ ეს იქნება რეკომენდაციის ფორმა, საბოლოოდ დაიწერება რაღაც დასკვნა და ამ რეკომენდაციას გადასცემენ პროკურატურას, საგამოძიებო უწყებებს შემდგომი რეაგირებისთვის. ანუ თუ ისინი შემდეგ უკვე ჩათვლიან საჭიროდ რომ რამდენადაც მე სწორად გავიგე ერთგვარ რაღაც დასკვნის სახით ამ საგამოძიებო კომისიაზე ვთქვათ, რომ ამ შემთხვევაში ვინც არიან პარლამენტში ახლა, ეს იქნებიან ქართული ოცნების დეპუტატები, ხომ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ სხვა ყველა ბოიკოტში არის და ეგრეთ წოდებული ოპოზიცია ახლა ხალხის ძალა რომ ოპოზიციად, რა ვიცი, გადაკვალიფიცირდა, ეს ადამიანები შეიკრიბებიან ნაციონალური მოძრაობის დანაშაულებებს მოიკვლევენ, მოიძიებენ, ვიღაცებს დაკითხავენ და შემდეგ 6 თვის თავზე სექტემბერში გამოაქვეყნებენ ერთგვარ რეკომენდაციას. ამ რეკომენდაციას წარუდგენენ პროკურატურას და პროკურატურა მე დღის წესრიგში დააყენებს თუ არა, ესეც საკითხავი არის. კი, ანუ სამართლებრივი საფუძველი უნდა არსებობდეს. ხო, აი აქედან მოდი მაშინ პირდაპირ გადავიდეთ უკვე პირველ საკითხზე. რა სამართლებრივი შედეგი შეიძლება დადგეს? შენ რაც თქვი, რომ სხვადასხვა სპეციალობის ადამიანები თუ არასამთავრობო სექტორი, ფაქტობრივად აი ვინ უნდა ითანამშრომლოს ამ შემთხვევაში? არასამთავრობო სექტორი ნაკლებად წარმომიდგენია მანდ ვინმე მივიდეს და ამ კომისიაში სულ რომ დავუშვათ რომ მივიდეს სამართლებრივი საფუძვლის თუ არა აქვთ უფლებამოსილება, ანუ უბრალოდ რეკომენდაცია აქვთ, ანუ სამართლებრივი ძალა ვერ ექნება მათი დასკვნას, ანუ პირდაპირ ვერ ექნება სამართლებრივი ძალა რა, ეს რეკომენდაციის სახე ექნება. კარგი, მოდი წავიდეთ ეხლა ჩვენ რა სამართლებრივი შედეგი შეიძლება დადგეს, ხო? ანუ ჩვენ გვსმენია, გვინახავს, მე პირადად სასამართლოებზეც ვარ ნამყოფი და ეს თემა არ არის ახალი. ესე იგი 2012 წლიდანვე, როდესაც ხელისუფლებაში მოვიდა ქართული ოცნება, ერთ-ერთი პირველი კამპანია, რაც მე მახსოვს, იყო სამართლიანობის აღდგენის კამპანია. სამართლიანობის აღდგენის თვალსაზრისით პროკურატურაში თუ არ მეშლება, მე მგონი არ მეშლება, სპეციალური არა ნამდვილად არ მეშლება, სპეციალური სამსახური იყო შექმნილი, რომელიც იკვლევდა და იძიებდა სწორედ წინა ხელისუფლების პერიოდში ჩადენილ დანაშაულებს და ამ საქმეების გადახედვა ხდებოდა.
ну, მცირე შესავალს ვაკეთებ, ხო, რომ როგორ მიდიოდა აქამდე სამართლებრივი პროცესი. აი ამ პროკურატურის სამსახურმა არაერთ საქმეზე დაიწყო ხელახალი გამოძიება, არაერთ საქმეზე შესაბამისად შეიცვალა დამდგარი განაჩენებიც და მე მახსოვს მაგალითად იგივე შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან, აი ვარკეთილისკენ რომ მივდივართ, კახეთის გზატკეცილზე რომ შუშებიანი შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა არის, ძალიან კარგად მახსოვს, მაგ გადაღებაზე ვიყავი, როცა ეს გამოფენა მოაწყვეს, ძალიან ძვირად ღირებული მანქანები გამოფინეს რა ამ შენობასთან და ესო არისო ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების პირობებში ჩამორთმეული ქონებაო რა და ამ ხალხს დემონსტრაციულად ეს ქონება გადასცეს. ანუ ნაწილობრივ ეს ყველაფერი ხდებოდა პირველივე დღეებიდან, როდესაც ქართული ოცნება მოვიდა ხელისუფლებაში. გარდა ამისა, როგორც თქვი, საქმეების გადახედვა ხდებოდა და ბევრი განაჩენი შეიცვალა და მაგალითად სულ ყველას რო თავი დავანებო, ჩემ მეგობრებზე ვიტყვი რა, ანუ ირაკლი და ნათია გედენიძე ფოტოგრაფები ხო, ანუ ეს ჯაშუშების ცნობილი საქმე, ეგ საქმე გადაიხედა, ამ ჩემ მეგობრებს კომპენსაციაც გადაუხადეს, გაამართლეს და ძალიან ბედნიერები იყვნენ, რომ ეს ყველაფერი მოხდა და მე არ დამავიწყდება ამ ადამიანების ცრემლები, ხო, რომ შესაძლოა რაღაც აბსურდული შეთითხნილი ბრალდებით ამხელა დანაშაული დააბრალეს ამ ხალხს და უდიდესი დრამა იყო და მთელი ჩვენი კოლეგები და რა ვიცი მეგობრები ციხესთან ვიდექით აქციებზე იმ პერიოდში მიშას დროს და პარლამენტთან და ასე შემდეგ და ესეთი კიდევ ბევრი საქმე გვახსოვს ხო ანუ რაღაცა პროცესი დღეს არ იწყება ეს ყველაფერი დაწყებული იყო და რისი თქმა მინდა ანუ სადაც არსებობს სამართლებრივი საფუძველი ამ შემთხვევაში ამას არ ჭირდება საგამოძიებო კომისიის შეკრება 13 წლის შემდეგ და ეს საქმეები სწორედ იმ კომპეტენტური საგამოძიებო ორგანოების მუშაობის ფარგლებში ისედაც ხდებოდა მათი გადახედვა და ნახეთ კიდევ არაერთი ბრალდებული. თუ მაგალითად ჩემ პირად გამოცდილებას გავიხსენებ, საზოგადოება ძალიან კარგად იცის, ხო? მე პირადად მაქვს ხალხო გადაღებული ბაჩო ახალაია, როგორ შევიდა, აი თვალებიდან არა მომდის, ძალიან კარგად მახსოვს, ასე აკეცილი პერანგით და სპორტული ფეხსაცმელით და ჯინსით პროკურატურის ეზოში რა, ანუ ეგ კადრი ძალიან კარგად მახსოვს, გამოკითხვაზე დაიბარეს მაშინ ბაჩო ახალაია და ეგ იყო რომ შევიდა, იმის მერე აღარ გამოსულა რა, ანუ ბაჩო ახალაია დაიჭირეს ვანო მერაბიშვილი დაიჭირეს, ვანო მერაბიშვილის დაკავების დროსაც ვიყავი ორთაჭალაში შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში შევიდა, ძალიან კარგად მახსოვს, ეგაც იგივენაირად და ნუ მე შემდეგ ამხელა პროცესები იყო, ხო? გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი არის პატიმრობაში და 6 სხვადასხვა საქმეა, ნაწილზე განაჩენები დამდგარია, ნაწილზე გამოძიება კვლავ მიმდინარეობს, ხო? ვიღაცებმა სასჯელი მოიხადეს, იგივე რო ახსენებენ ხა ციხეებში წამების ნაწილში, ხო? ანუ ეს იმდენად აშკარა დანაშაული იყო, ციხეების ნაწილი რო ავიღოთ, იქ იყო ხალხი, რომელიც პასუხისგებაში მიეცა და მე მგონია, რომ იმდენად კომპეტენტური იურისტები და პროკურორები ყავს საქართველოში, რომ თუ დანაშაულის საფუძვლები არსებობდა, არავინ ამ შანსს ხელიდან არ გაუშვებდა, მით უმეტეს პოლიტიკური ნების არსებობის პირობებში. ხო, ანუ ქართული ოცნების თავდაპირველი დაპირება ჯერ კიდევ 2012 წელს იყო სამართლიანობის აღდგენა. ამ ხალხმა აი ამ პოლიტიკური ნების არსებობის პირობებში 2025 წლამდე იმუშავა აი ამ უწყებებმა და მთელი ეს საქმეები ნაწილი გამოძიებულია, ნაწილზე განაჩენები დამდგარია, ნაწილზე უკვე, რა ვიცი, საპატიმროების დატოვეს რა. ვანო მერაბიშვილი მაგალითად ვიცით, რომ თავისუფალი არის, ხო? აი ხა მე ვსვამ ესეთ კითხვას. თუ სამართლებრივი საფუძვლები ამდენი ხნის განმავლობაში არსებობდა და ვინმე არის ამ დრომდე დაუსჯელი. მაშინ რატომ არის დაუსჯელი? რატომ არის დაუსჯელი, ხო? ან ეს ხალხი, ეს პოლიტიკური გუნდი თავს რომ იწონებს, სამი ვადა რო უკვე ამოწურეს. კარგი, ანუ ეს ადამიანები გვეუბნებიან დავუშვათ, რომ მათი დანაშაულები იმდენად მრავალფეროვანია, ფართომასშტაბიანი არის, რომ ნაწილი გამოძიებულია,
ბოლომდე არ არის გამოძიებული და გარკვეულ საქმეებს კიდევ ჭირდება დაბრუნება, მაგრამ ამ შემთხვევაში იცი რაზე მინდა ვისაუბროთ, ამ საქმეების, რაზეც საუბრობენ, არა, მიღმა რა, მათი გამოძიება რამდენად რელევანტური არის, მე გულისხმობ ხანდაზმულობის ვადის გათვალისწინებით. აი, რამდენად არის შესაძლებელი, რომ ის დანაშაულები, რომელიც არ გამოუძიებიათ და აქამდე არ ვიცი, ვერ მოახერხეს, არ ეცალა პროკურატურას თუ იმას რა ქვია. დავუშვათ, ანუ რომც ანუ საქმე ამაშია, რომ მე არ ვარ ახლა იურისტი, თუმცა ჩემი ჟურნალისტური კარიერიდან გამომდინარე, არაერთი დღე მაქვს გატარებული სასამართლოში და ავიცი ვერ დავთვლი. გუჯდება დროულად მოყვეთ. კარგი დროულად მოყვეთ. ხო, ნუ ხანდაზმულობა მნიშვნელოვანი ამბავია. ანუ მე მაინტერესებს რამდენად შესაძლებელი არის, იმიტომ რომ ჩვენ როდესაც საუბრობდით, ვიდრე კამერას ჩავრთავდით, ხო? ფაქტობრივად იმ დასკვნამდე მივედით, რომ ამ ინიციატივას აქვს ძალიან დიდი აბსურდულობის გულში არის გახვეული, ვინაიდან ინიციატივად, მაგრამ რამდენად არის შესაძლებელი მისი აღსრულება სულ რომ აი ესეთი ფართომასშტაბიანი და მრავალფეროვანი იყოს ამ დანაშაულებების ჩამონათვალი, აი ახლა ამდენი წლის შემდეგ, ხო, რამდენი 12 წელზე მეტი გავიდა, რამდენად არის თქვათ, გამოიძიეს თქვათ, რაღაცა არ ვიცი, მივიდნენ რაღაც ბოლო წერტილამდე და ახალი აღმოაჩინეს. აი ხა მე მინდა ვუთხრა იმ ადამიანებისთვის იქნება განსაკუთრებით ეს ნაწილი საინტერესო, ვისაც წინა ხელისუფლების დროს რაიმე ფორმით შეხებია სისტემა, მათ მიმართ ჩადენილი ყოფილა რაიმე სახის დანაშაული და ფიქრობენ, რომ დღეს არ არის მათ მიმართ სამართლიანობა აღდგენილი რა. ჩემი აზრით, ხალხო, ეს ყველაფერი არის მანიპულაცია და საბოლოოდ თქვენ ისევ დარჩებით აი ამ სამართლის მოლოდინში და რატომ? მოდით მე ვთქვი, რომ არ ვარ იურისტი, მაგრამ ვიცი ინფორმაციის მოძიება, ასე ვთქვათ, გავხსენი მარტივად სისხლის სამართლის კოდექსი, თქვენ შეგიძლიათ გახსნათ და ვნახოთ რა ხანდაზმულობის ვადები არსებობს რა. 2 წელი არის ხანდაზმულობის ვადა იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული დანაშაული არ გულისხმობს 2 წელზე მეტხანს სასჯელს რა. ანუ თუ არის ისეთი განსაკუთრებით მსუბუქი დანაშაული ჩადენილი. სხვა ნაკლებად მძიმე დანაშაულების შემთხვევაში მაქსიმალური ვადა არის 6 წელი. 10 წელი ეს არის უკვე მძიმე დანაშაულის შემთხვევაში ხანდაზმულობის ვადა. 15 წელი არის იმ შემთხვევაში მძიმე დანაშაულებზე, თუ არ კვალიფიცირდება როგორც განსაკუთრებით მძიმე და 25 წელი არის განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების შემთხვევაში. ანუ ეხლა აი მაგალითი რომ მოვიყვანოთ რა. თუ ჩადენილი არის პირობითად სულ აი ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ბოლოს, აი 2012 წელს არის ჩადენილი მძიმე დანაშაული რა. 10 წელი რომ აქვს ხანდაზმულობის ვადა ამ დანაშაულს. ამის ხანდაზმულობის ვადა გავიდა უკვე 2022 წელს, ხო? ანუ რომც დადგეს ახლა რაიმე სამართლებრივი შედეგი და სულ რომ ახლა დაიწყონ გამოძიება, ამ საქმეს მსვლელობა ფიზიკურად ვერ ექნება. ხო, ანუ ფიზიკურად ვერ ექნება, იმიტომ რომ ხანდაზმულობის შედეგი ვერ დადგება. ხანდაზმულობის ვადა გასულია. თუ ვილაპარაკებთ თუნდაც აი მძიმე დანაშაულზე, რომელზეც 15 წელი არის ხანდაზმულობის ვადა, თუ ჩვენ საუბრობთ რომ 2003-დან 2012 წლამდე პერიოდის ხო, შესაძლოა ამასაც გასული კონდეს ვადა. შესაძლოა ამასაც გასული კონდეს. აღარ ვლაპარაკობ ნაკლებად მძიმე დანაშაულებზე, რომელზეც 6 წელი არის, ხო? და მხოლოდ რჩება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულები ფაქტობრივად, რომელზეც 25 წლიანი ვადა არსებობს და აი ეს შეიძლება მოიაზრებდეს. ანუ ეს უნდა იყოს მკვლელობა, ან ჯგუფურად ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით და ასე შემდეგ, რაც ანუ ესეთი ტიპის რეზონანსულ საქმეებზე თუ არის საუბარი, აქამდე გვეცოდინებოდა და ან თუ არის მომხდარი ამ ტიპის საქმეებზე, ხო განაჩენები უკვე დამდგარი. ანუ გამოდის, რომ ძალიან ვიწროვდება ეს სამართლებრივი სივრცე, სადაც შეიძლება რამე სამართლებრივი შედეგი დადგეს. რეალურად რა გამოდის, რომ ამ კომისიის მუშაობა იქნება ამაო. მეთანხმები? მე ეს და გამოვიტანე, ვინაიდან, აი რა კითხვა მაქვს, იცი რომ თუ დანაშაული არის იმდენად მძიმე, რომ გადის ამ კატეგორიაში 25 წლიანი ხანდაზმულობის ვადა, რომელსაც აქვს, ანუ ეს ხომ არის
კვალიფიცირდება როგორც არ შეიძლება ვერც კი წარმოვიდგინოთ იმდენად მძიმე იყოს ეს დანაშაული. და შეუძლებელია რომ ეს არის რეზონანსული არ ყოფილიყო, ხო? და უამრავი ადამიანი არ ყოფილიყო ამაში ჩართული, როგორც მსხვერპლი, ისე შემსრულებელი, ხო? კი ბატონო. თუ ბევრი არ იქნებოდა, თუნდაც ერთეული იყოს, ანუ ის იქნებოდა განსაკუთრებით მძიმე რაღაცა სისასტიკე, ხო? თუ ასეთი დანაშაული კიდევ არსებობს იმის გარდა, რაც ჩვენ ვიცით და რის გამოც ადამიანებმა ზოგმა მოიხადა სასჯელი, ზოგი ახლაც რჩება პატიმრობაში. მაშინ რას აკეთებენ ის უწყებები, პროკურატურა იქნება თუ რაღაც უსაფრთხოების სამსახური, რას აკეთებენ ეს უწყებები და ამდენი წლის განმავლობაში, 12 წლის განმავლობაში რატომ არ იქნა გამოძიებული? და ახლა რომ წარმოვიდგინოთ, ესეც ხო რაღაცა კომიკური არის, ანუ არ მიყვარს ხოლმე რომ რაღაც ცინიზმის ჟანრში გადავდივარ, მაგრამ ეს ხომ კომიკური არის, რომ დღევანდელი პარლამენტში რომ გადავხედოთ დეპუტატთა სიას, ქართული ოცნების წარმომადგენლებს. აი ამ ადამიანებმა ახლა უნდა დასხდნენ და იმსჯელონ სწორედ ამ საკითხზე, დანაშაულებზე ერთგვარი გამომძიებლები უნდა გახდნენ და ვინდო ითანამშრომლოს მათთან. არასამთავრობო სექტორს არ აღიარებენ, არის ნანა კაკაბაძემ და იმან ვატო შაქარაშვილმა, ანუ ალბათ ეს იქნება რაღაც ეს რა ქვია. ანუ ეს იქნება რაღაც სანახაობა, რომელსაც კარგად გაყიდიან მათზე, ვისაც ამ ყველაფრის ჯერ კიდევ ჯერა და ჩემი აზრით, კიდევ მინდა ამას ხაზი გაუსვა, აი ძალიან მინდა რა ამას ხაზი გაუსვა, რომ ეს იქნება ძალიან დიდი გულის ტკენა იმ ადამიანებისთვის, ვინც ფიქრობს, რომ წინა ხელისუფლების დროს დაიჩაგრა, იგივე რაღაც წვრილ საქმეებზე სამოხელეო დანაშაული შეეხო, ვიღაცამ რაღაცა წილი დაათმობინა, ასე შემდგომ ფინანსური დანაშაული შეეხო. ანუ ეგ ხალხი ვერაფერს ვერ მიიღებს. ანუ გამორიცხულია სამართლებრივად რამე შედეგი დადგეს. Ну, აი ეს დაფიქრდით რა ამაზე რომ უმეტეს შემთხვევაში თუ ლაპარაკობთ პოლიტიკური გუნდის ჩადენილ დანაშაულებზე, აქ შეიძლება იყოს სამოხელეო დანაშაული ძირითადად, შეიძლება იყოს უფლებამოსილების გადამეტება, შეიძლება იყოს ფინანსური ხასიათის დანაშაული, გადაცდომა, აი რომელიც ჯდება აი სამოხელეო დანაშაულის ფარგლებში და ეს ვერ იქნება განსაკუთრებით მძიმე დანაშაული. ანუ ფაქტობრივად გამორიცხულია რომ აი აქ რამე სამართლებრივი შედეგი დადგეს და ბოლოს თქვათ პოლიტიკურ შედეგზე ну, პრინციპში, რა ვიცი, ამაზე რა შეიძლება ითქვას, მე ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება, აი, მკითხოთ აბა ამ ხალხს თუ მოგეცემათ ამის შესაძლებლობა, რას გულისხმობს ნაცმოძრაობის როგორც ასეთი პოლიტიკური პარტიის გასამართლება, ხო? ჯერ ერთი ის ხალხი, ვინც იყო მაშინ ხელისუფლებაში, ბევრი იმ პარტიაში საერთოდ აღარ არის, ხო? კი. მერე ექსაუბარი ახლა კიდე შორს წაგვიყვანს, ანუ მთავარი საკითხი რაც იყო, ამაზე მე მგონი ვისაუბრეთ. ხო, პრინციპში კი და ნუ ეგ არის რა პოლიტიკური პარტიის ესე მოსპობა, სულ რომ გაუქმონ, ახალ სახელით დარეგისტრირდება და ამით ანუ პოლიტიკური შედეგი მაინც ვერ დადგება. აი ამას მინდა რომ მიაქციოთ ყურადღება და დასკვნის სახით პრინციპში ვთქვათ რომ ანუ ეს ყველაფერი არაფერია სამართლებრივი და პოლიტიკური თვალსაზრისით გარდა იმისა, რომ ჩაებღაუჭონ ახლა აი ამ რაღაცა კრიზისის დროს ხავს და ну ისევ დაიჭირონ ეს თავისი ელექტორატი როგორმე რომ არ გაუჩნდეთ დამატებით საკითხებზე კითხვები და 6 თვე უნდა იყოს ახლა მსჯელობა პარლამენტში თუ იქნება ესეც საკითხავია ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები საერთოდ ქვეყანაში და რა ვიცი ამ დროს უამრავი მნიშვნელოვანი საკითხი არის გადასაწყვეტი. ჩაერთეთ ამ თემასთან მიმართებითაც დისკუსიაში, ველოდებით თქვენგან კომენტარებს. მადლობა რომ გვიყურებთ. შემდეგი ეპიზოდით, შემდეგ დღეებში დაგიბრუნდებით. დავასრულეთ, ხო? კარგი. მოდი ამ ეტაპზე მოვრჩეთ. გამოგვეხმაურეთ და გამოგვიწერეთ. ნახვამდის. კარგი.